Am sezons ვუთმობთ რუსთაველის გამზირს და თქვენთან ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ბუნებრივია პარლამენტთან ჩავწერეთ კითხვები და არც ჩვენთვის იყო მოულოდნელი და შესაბამისად მე მგონია რომ არც თქვენთვის იქნება მოულოდნელი რომ განწყობები არ არის პოზიტიური თქვენ მიმართ უშუალოდ რუსთაველის გამზირზე. ზოგადად ამ ქვეყნის საარჩევნო იმაში რა ქვია როგორ გითხრათ გეოგრაფიაში არსებობს ორი სახის დეგენერატი. პირველი სახის დეგენერატი არის სოციალურად დაუცველი, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერია დღევანდელი ცხოვრებით და ხმას ქოცებს აძლევს. და მეორე სახის დეგენერატი არის ჯენზიკი, რომელიც 150 დღეა რუსთაველს კეტავს, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში არც კი აინტერესებს, რომ ატყუებს ყველა. 4, 5, 9, 21, 25-ით დაწყებული დამთავრებული ტელევიზიებით და ამას დამატებული ის, რომ აზრადაც კი არ მოსდის ჩამოაყალიბოს მოთხოვნა. იმიტომ რომ ერთ დღეს ერთ რაღაცას ითხოვს, მეორე დღეს მეორე რაღაცას ითხოვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაცვლად იმისა, რომ განათლებით დაკავდეს. იმიტომ რომ აი მართლა აქცია გაიფილტრა, მე არ ვიძახი დაკავებულთა ოჯახის წევრებით, რომელიც უბრალოდ გამწარებულები არიან და ყველაფერს ცდილობენ რომ იქნება მათი ოჯახის წევრები გამოუშვან. პარლამენტთან მხოლოდ ჯენზიკები არ არიან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იქ დგანან ადამიანები, რომლებიც 90-იანი წლებიდან ეროვნული მოძრაობიდან პროტესტში არიან ჩართული. მე არ ვიძახი გამონაკლისებს, გამონაკლისს გითხარით მაგალითად ოჯახის წევრები და კიდე სხვადასხვა ადამიანები, მაგრამ 150 დღეს გაიფილტრა დეგენერატებით და საბოლოო ჯამში მივიღეთ მართლა პროტესტის ნაცვლად, რომელიც თავიდან დაიწყო, ადგილი, სადაც უბრალოდ ნორმალური ადამიანები არ მიდიან. იმიტომ რომ იქ მყოფი აქტივისტები აფრთხობენ. ანუ ჩვენ ჩავწერეთ დეგენერატები. მე არ ვიცი თქვენ ჩაწერეთ, მაგრამ მაგიტომ დავიწყე საუბარი, რომ იქნება მეთქი ან რუსთაველზე ახლა არსებულ ხალხში აქტივისტებში საღი აზრის პოვნას, ჯობიანე ბაზარში მიხვიდეთ და იქ იპოვოთ საღი აზრი, იმიტომ რომ იქ ხალხი უკვე საღი აზრით არ არის გაფილტრული. პირიქით, ამდენი ხნის განმავლობაში შეიკრიბა ხალხი, რომელმაც არც კი იცის რისთვის არის იქ. მოთხოვნაც კი არ აქვს ჩამოყალიბდა. ჩვენ დროს კარგავთ, როცა სულელებით გვინდა არჩევნების მოგება. სინამდვილეში ჩვენ მართლა არა რაშუა შეკაცო ჩვენ საზოგადოების ყველა წევრი მე ხო არ მომცემს ხმას. მე ზუსტად ვიცი რომ ამ საზოგადოების ნახევარი უბრალოდ შეუძლებელია გაიგოს რას ვლაპარაკობ. მას განათლებაც არ ეყოფა, ინტელექტი არ ეყოფა ამისთვის. 78-მა მომრჩეველმა მოგცათ ხმა ისე. ამისთვის არ გინდათ სულელები. არა, მაინც ერთ წამით მე ვერასოდეს, ანუ ორი ადამიანის თანასწორობა ჩემს თვალში. 62,000 კაციდან ერთი ვინც ხმა მომცა და სულელი რომელიც ამბობს რომ სოციალურად დაუცველი ვარ, მაგრამ ბედნიერი ვარ ამ ხელისუფლებით. ან 158 დღეა რუსთაველზე ვდგავარ, მაგრამ რისთვის ვდგავარ არ ვიცი კონკრეტულად. მოთხოვნა არ მაქვს ჩამოყალიბებული. არა, მაინც აკაცო, ერთ დღეს იძახიან ხელახალი არჩევნები, მეორე დღეს გადადგეს თავრობა. ხო, ახლა ნახეთ და სანქციების საერთაშორისო პარტნიორების რეაქციები ამ აქციების შედეგიაო, ასეთია მათი მითქმა. მაინც ერთ წამით დავასრულებ აზრს. ნახეთ, გასულ წელს, აი გუშინ ამომიგდო Facebook-მა. ჩატარდა აქცია ევროპის მოედანზე. იყო დაახლოებით 70,000-მდე კაცი. წელსაც ჩატარდა 2 დღის წინ. იყო 10-ჯერ ნაკლები. და რატომ? ამაზე კითხვა ხო უნდა დავსვათ. ანუ რატომ გაიქცა 9/10 ადამიანების ამ აქციიდან? და ამაში რო პრობლემას ვერ ხედავს და ვინც იქ მივა, რამე განსხვავებულ სიტყვის იმას ლანძღავს. ის ხალხი როგორ შეიძლება მაგ ხალხის იმედად სადმე წასვლა? ჩვენ თუ მართლა რამე გვინდა, მთლიანად გამოსაცვლელია მთელი დღევანდელი აქციის შემადგენლობა. არ გულისხმობ მარტო იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომელთა ოჯახის წევრები დაკავებულები არიან და მართლა ყველანაირ ხონესხმარობენ, ყველანაირ იმედს ეღაუჭებიან. და ვიღაც უსინდისო ხალხი, გაუნათლებლები, რომელმაც უბრალოდ ახლა სინამდვილეში თუ არ უნდა დაკარგონ, უნდა სწავლობდნენ. ანუ იქ კი არ უნდა იდგნენ, უნდა სწავლობდნენ, რომ ოდესმე მაინც მიიღონ სწორი გადაწყვეტილება მტყუანის და მართლის შესახებ. უცოდინარმა ხმას საჯარო სივრცეში არ უნდა ამოიღოს. ნახეთ, გურამ, თქვენ ძალიან კარგი გადაცემა გქონდა, თქვენ იცით, ჩვენ ეს არაერთხელ ჩვენს ეთერებშიც გვითქვამს, გახარიას პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ანა ბუჭუკურთან თავის დროზე და ეკითხებოდი ძალიან მარტივ პრიმიტიულ შეკითხვებს, რომ აი როგორ აპირებთ ხელისუფლების დამარცხებას, ვისთან ერთად და უბრალოდ მათემატიკურ პრობლემას ჰქონდა ადგილი და ერთი გადაცემა მარტო ამას მიუძღვენით. ამას ვინც უყურებდა ის ადამიანი? ამას ვინც უყურებდა? იმას ხო აზრი ხო უნდა გამოეტანა ამ გადაცემიდან. აი თქვენ გამონაკლისი იყავით ამ გადაცემით. მაგრამ წარმოიდგინეთ, ყველა ტელევიზიას რო ეს ეკეთებინა, რაც თქვენ იმ ერთ გადაცემაში გააკეთეთ. ხო, ბევრად უფრო მეტი შანსი იქნებოდა, რომ საღაზრს გაემარჯვა. მაგრამ იმის გამო, როგორც ხელისუფლებამ ტვინიაურია პროპაგანდით იმ ხალხს და გაჭირებული ხალხი იძახის, ბედნიერი ვარ, რო კოცი ვარ და სოციალურად დაუცველიო, ზუსტად იგივე რადიკალური შემთხვევა ხდება მეორე მხარეს. ხალხი გამოდის იძახ, არაფერი არ ესმით, არაფერი არ იციან, ვინ არის მათიანი, ვინ არის სხვისიანი.
არავის გაკეთებულ საქმეს არ აკვირდებიან და ისე გამოაქვთ საკუთარი უტვინო თავით რაღაც დასკვნები და ამ დასკვნებით, როდესაც მოძრაობს უმრავლესობა, ის ვერ აღწევს შედეგს.